მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება, ღმერთმა მშვიდობა, წყალობა, ჯანმრთელობა, ღვთისშეწევნა, მფარველობა არ მოგვაკლოს ჩვენს ერს, ყველა ჩვენთაგანს და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს ჭეშმარიტი ორიენტირის ეთერში და დღევანდელი საუბრის თემა იქნება თუ რამდენად კავშირშია ერთმანეთთან მსოფლმხედველობა და ზნეობა. რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების მაღიარებელი და ამავე დროს გქონდეს ეს ზნეობრივი მორალური და მსოფლმხედველური შეხედულებები მყარად და როგორ შეიძლება გქონდეს რაღაცა რელიგიური შეხედულება ვთქვათ და ამავე დროს შენი მორალური ზნეობრივი თუ მსოფლმხედველური პრინციპები რადიკალურად არ შეესაბამებოდეს იმას, რისიც ვთქვათ გწამს. ეს მეტად რთული საკითხი გახლავთ, ჩვენ ამ თემაზე გსურს გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, იმიტომ რომ თუ ადამიანი ზნეობრივად არის გამართული, ეს იმას ნიშნავს მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის თანახმად, რომ მისი მსოფლმხედველობაც გამართულია და ესეთი ადამიანი ჭეშმარიტებასა და სიყვარულთან ურთიერთ კავშირში იმყოფება. აი ესეთი ჯამში სრული ჭეშმარიტება გამოგვდის ჩვენ. მაგრამ სულ სხვაგვარად არის საქმე სხვადასხვა რელიგიურ შეხედულებებთან, რომლებიც სხვადასხვა მსოფლმხედველობებს აყალიბებს და სხვადასხვა შესაბამისად ზნეობრივ მორალურ პრინციპებს უყალიბებს ადამიანს. სწორედ აი ამ თემებს ასაუბროთ შევიკრიბეთ ჩვენ დღეს დავით ჯინჯარაძესთან ერთად. საიდან დავიწყოთ ახლა ზნეობასა და მორალზე საუბარი? შეიძლება სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა ისტორიული მაგალითები მოვიყვანოთ და გამარჯობა ძვირფასო საზოგადოება. მე ალბათ დავიწყებდი უპირველეს ყოვლისა ტერმინების განმარტებით მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის რას ნიშნავს. რას ნიშნავს მსოფლმხედველობა და რას ნიშნავს ზნეობა. მსოფლმხედველობა უფრო მარტივად, ძალიან მარტივიანით რო ვთქვათ, მსოფლიოს ხედვა, ანუ სამყაროს აღქმა, როგორი უნდა კონდეს მართლმადიდებლს. და აქ პასუხი მართლმადიდებლისთვის და ქრისტიანისთვის მარტივია. მსოფლიოს ხედვა უნდა კონდეს რწმენის ჭრილში. მართლმადიდებლური ღირებულებების ჭრილში ეკლესიური სწავლების მიხედვით, ისე როგორც გვასწავლის ეკლესია. ესეთი ხედვა უნდა კონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს თავისი მსოფლმხედველობითი. ეხლა შეიძლება შეგვეწინააღმდეგოს სხვადასხვა გვარი მსოფლმხედველობა და ასე შემდეგ, ჩვენ სხვებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა მართლმადიდებელ ქრისტიანებს. რაც შეეხება ზნეობას. ზნეობა არის იგივე ღვთის ხმა ადამიანში, მას ასევე აიგივებენ სინდისთან, ის ძალიან კავშირშია სინდისთან, ერთგვარ არბიტრი ადამიანის სულში, რომელიც განარჩევს სიკეთეს ბოროტებას, მის მოქმედებას და ზნეობის მიზანი ადამიანი გამოსწორდეს, გახდეს უფრო უკეთესი ზნეობრივად და სახარების სიტყვები რო გამოვიყენოთ, გახდეთ სრულყოფილი ვითარცა მე ვარ. ანუ გახდეს ადამიანი უფრო სრულყოფილი. ეს არის მიზანი. ასე განიხილება ზნეობა. თუმცა ზნეობა დღევანდელ საზოგადოებაში, თუ გინდათ გასულ საუკუნეში კომუნისტების პერიოდში, აღიქმნებოდა სულ სხვანაირად. დღესაც რო ნახოთ ლექსიკონები სხვადასხვა განმარტებებში, ზნეობას ნახავთ ასეთ განმარტებას. პირველი განმარტება, უპირველესი განმარტება არის გარკვეული წესების და ნორმების ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობაში. ახლა დავსვათ ასეთი კითხვა. გარკვეული წესები და ნორმები. ანუ ჩვენ ვიცხოვრეთ კომუნისტურ პერიოდში, იქ სხვა წესები, სხვა ნორმები იყო მისაღები, რომელსაც დღევანდელი საზოგადოება რასაკვირველი არ აღიარებს, მაგრამ ის ითვლებოდა ზნეობრივ ნორმებად. არავის პრობლემა არ ქონდა, ხალხი ამაზე თავისუფლად რეაგირებდა, შეგუებული იყო და ის ნორმა ყალიბდებოდა ჩვეულებრივად, რა იყო ნორმა. უფრო დაწვრილებით მოგვიანებით ვილაპარაკებ ნაკლოვანებებზე ამის. იგივე ლიბერალურ საზოგადოებაში დღეს მაგალითად რა ნორმები სულ სხვაგვარია,
რომელიც ეწინააღმდეგება იმ გასული საუკუნის ნორმებს, საზოგადოებისთვის სხვა ნორმებია მისაღები, ეს დამკვიდრდა ეს ნორმები და ერთი სიტყვით, რამდენი სისტემა, რამდენი იდეოლოგია, პოლიტიკური იდეოლოგია შემოდის სამყაროში, იმდენად შეიძლება შეიცვალოს ეს ნორმები, ეს ზნეობრივი ნორმები. და აქ სულიერებასთან რასაკვირველია კავშირი საერთოდ ირღვევა. ზოგიერთმა შეიძლება გითხრას, რომ რა პრობლემაა ამაში. ზუსტად აქ არის პრობლემები და რა კავშირშია ეს ზნეობრივი კუთხე, ზნეობრივი ჩვენი მდგომარეობა, ანუ მცნებების დაცვა, მცნებების ცხოვრება ის ჩვენ სოფხედველობასთან მაგასთან დაკავშირებით ვისაუბრებ დღეს. ეხლა რელიგიური კუთხით შეგვიძლია ჩვენ რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ. ეხლა დღეს საზოგადოება მამაო არის ასეთი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, მთავარია რელიგიურობა, მთავარია ქრისტიანი იყო და არ არის აუცილებელი მართლმადიდებელი იყო, არ არის აუცილებელი ცნებები. ანუ ეს სოფხედელობითი კუთხით გამიჯნა და ასე ვთქვათ დოგმატური მიდგომა არ არის მნიშვნელოვანი მათთვის. და ეგ კომუნისტურ პერიოდს თუ როცა ვეხები ჩვენ ხო ჩვენ აქ უნდა ვიცოდეთ რომ ზოგადად ტერმინი სულიერების აღრევა ხდება მშვენიერთან. ეხლა რა იყო სულიერს ასე ეძახოდა კომუნისტური პერიოდის საზოგადოება თუ წავიდოდა თეატრში. ხო, ნუ თეატრში დაიკმაყოფილებდა მშვენიერ იმას და აი ეს იყო მორალური ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზნეობრივი მდგომარეობა მეტად მძიმეც იყო, ხო? იმიტომ რომ როშობა ცოდვათ არ ითვლებოდა, ვიცი ჩვენ ეს მშვენივრად განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, ქართულ ცნობიერებაში ყოველთვის შემთხვევაში ესე იყო. კურდობაც არ ითვლებოდა, იმიტომ კურდობა იმ გაგებით არ ითვლებოდა, კურდობა თუ სამსახურში თუ იპარავდა ადამიანი ჩვეულებრივი იყო, ოღონდ ზევით უნდა ცოდნოდა, იმის ზევით უნდა ცოდნოდა და ყველა იპარავდა და ყველა კმაყოფილი იყო. სული წინადადება იყო გავრცელებული ნიპოერმან ნივორ, ასე ვთქვათ. ანუ კურდობაც არც ითვლებოდა. ფაქტი იყო. მაგრამ ამ ადამიანს ერქვა ზნეობრივი ადამიანი რა. მიუხედავად იმისა, რომ კიდეც მრუშობდა, კიდეც იპარავდა, კიდეც სხვა ცოდვებსაც ჩადიოდა, მაგრამ ჩვეულებრივი სულიერი, ძალიან ზნეობრივი, კარგი მოქალაქე, ანუ კომუნისტური წყობის, სოფხედველობის თანახმად და ზნეობის თანახმად, აი ესეთი ცოდვილი, დიდი ცოდვილი ითვლებოდა ნორმალურ, მორალურად მოწესრიგებულ ადამიანად. ესე შეგვიძლია ჩვენ პრინციპში ეს ჩამოვაყალიბოთ. მასა იყო ნამდვილად და იგივე დაახლოებით იგივე ხდება დღევანდელ პერიოდში, როდესაც ადამიანებს ეს მსოფლმხედველობა, ანუ ქრისტიანული ხედვა არ აქვს სამყაროს, მისთვის გარკვეული ნორმები, წესები, ეს ნეობრივი დღესაც ჩამოყალიბებულია და ამ ნორმებში თავისუფლად შეუძლია იცხოვროს, იარსებობს ყველასთვის ეს მისაღებია, თუმცა ნეობრივი არ არის. და მაგალითს მოვიყვან, მაგალითად ახლა ცნობილია რა, ბევრს უნდა რომ მოხდეს სადღაც იქ მთავრობაში, კონდეს შესაძლებლობები, მეტი ფული და ასე შემდეგ და ამას ეძახიან შანსს, მომეცა შანსი, რომ ვიშოვო, რაღაც ქონება დავაგროვო, იქ არ აქვს მნიშვნელობა ცოდვა იქნება, იქ მოიპარეთ სახელმწიფოს პარავს, ჩვენ ფული, ჩვენი გადასახადებიდან თანხას იღებს რაღაცა. ეს ადამიანი თანახმა ამაზე და საზოგადოება ამაზე თანახმა რა. საზოგადოება ესე თulis დიდი ნაწილი ის ჯგუფები მე არავის შეურაცხყოფას არ ვახენებ ეხლა პირადულად პარტიული თვალსაზრისით და ასე შემდეგ, მაგრამ არის ინტერესები პირდაპირ ადამიანებს უნდა მთავრობაში ან პარტიაში იმიტომ მოსვლა, რომ მატერიალური კეთილდღეობა თავისი ოჯახის, თავისი პირადი და ერთი სიტყვით კომფორტულად იცხოვროს. მაგრამ აქ გვაქვს ჩვენ ერთი პრობლემა, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ. ერთი პრობლემა იმაში მდებარეობს, რომ დღეს საზოგადოებაში ადამიანები, რომლებიც თავის თავს ეკლესიურებად მიიჩნევენ, მოდიან ეკლესიაში, დიდსანთლებსაც ანთებენ, წინ დგებიან, კი ბატონო, ლოცულობს, მაგრამ პარტიული ხაზით ან თავის იდეოლოგიის თვალსაზრისით ამ ყალბი თავისუფლების, რასაც ლიბერალიზმი ქვია, ამ ყალბი თავისუფლების იდეას ატარებს, ან იმ ჯგუფში ტრიალებს, ერთი სიტყვით, აქ არის რა, ანუ სოფხედველობა არის ლიბერალი.
ლიბერალი რას ნიშნავს? ესე იგი მისთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს. ვიცით რაც არის არაერთგზის გვისაუბრია კომპრომისზე მიდის სინდისთან და ასე შემდეგ. ანუ დოგმატიკას არ აღიარებს, სულ მისვლა მოსვლა, ანუ გაურბის ერთ მიმართულებას, კაც მართლმადიდებლურ მიმართულებას და ეს არის ლიბერალიზმი, რომელიც ვლინდება როგორც სახელმწიფოებრივ წყობილებაში, ასევე ეკლესიაში შიგნით. და პრობლემა გამოდის რა, ანუ ერთი სიტყვით, ერთი მხრივ, ზნეობრივად ეს ადამიანი ამბობს, რომ მე ვარ მართლმადიდებელი და ვიცავ ცნებებს, აი შეხედეთ რა ხდება. და მეორე მხრივ ეს ადამიანი ამბობს, რომ მე ვარ ლიბერალი. გესმით? და შეუთავსებლობა სწორედ აქ არის რა. და ამას სხვა ადამიანებიც რასაკვირველია იღებენ როგორც მაგალითს, იმიტომ რომ ეს გამოჩენილი პიროვნებები არიან, შეიძლება იქ სხვა ადამიანები უყურებენ, ახალგაზრდაობა უყურებს და ადამიანები ვერ არჩევენ ახლა ძალიან არა დაურჩევიათ კომუნისტური იდეოლოგია, ლიბერალიზმის და მანამდე ნაციზმისგან. ეხლა გადავედით ჩვენ ეს ერთი პერიოდიდან, ეპოქიდან მეორე ეპოქაში და საზოგადოების დიდ ნაწილს ეს საერთოდ არც გაუგია ეს იდეოლოგიური განსხვავება რა არის, რაში მდებარეობს პრობლემა, საერთოდ არც ესმის და პრინციპში არც არის გასაკვირი, მაგრამ ჩვენ გვინდა ამ ადამიანებს ვისაც ვინც ერკვევა პრიმიტიულად ესმით, უბრალოდ ძალიან ზედაპირულია გააზრება. ახლა ლიბერალი შეფასებას აკეთებს კომუნისტური პერიოდის ეს არის პოსტსაბჭოთა აზროვნება ზოგადად, ხო? მაგას ჩვენ ვეთანხმებით, რომ პოსტსაბჭოთა აზროვნება, მაგრამ თვითონ რომ შემოაქვს პროფანაცია ქრისტიანობის და ამავე დროს ამას ამ თავის ლიბერალურ მსოფლმხედველობას ქრისტიანობას არ ქმევს, აი ამ ნიღაბს ჭირდება ჩამოხსნა. ანუ უფრო ეს ამას ჭირდება ჩამოხსნა, თორე ის კომუნისტური რო ჩამოხსნილია, მაგას დიდი ფილოსოფია ხო აღარ ჭირდება ამას, ხო, რომ კომუნისტური და საბჭოთა რო ჩამოიხსნა ნიღაბი და დამთავრებული ამბავე. აი ხა აგენი ესენია, ამათ უნდა ჩამოეხსნას ნიღაბი, იმიტომ რომ ეს არის ის სიყალბე, რომელიც გარეგნულად გეუბნება, რომ ეს არის ქრისტიანული, ჰუმანური, ტოლერანტული. ეს ტერმინები შემოიტანეს თითქოს ქრისტიანულად და იქვე უგულებელყოფილია, რა თქმა უნდა, პრინციპული დამოკიდებულება ზოგადად სათნოებისადმი, იგივე დოგმატური ცნობიერებისადმი, რომელიც თქვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ახლა მარტივი გასაგები რო იყოს, შეიძლება ახლა შეთავზებადი იყოს ათეიზმი და ეგრესიული ცხოვრება. ან კომუნისტური ცხოვრება. იგივეა, შეიძლება შეთავსებული იყოს ლიბერალიზმი, ეკლესიის. ეგ არ არის შეთავსებადი თემები. სწორედ აქ არის განსხვავება. მინდა კიდევ რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანო ამ ზნეობრივი კუთხით, როდესაც ვსაუბრობთ, ახლა დღეს გავდივართ, როდესაც ზნეობა იკლებს, ანუ რელიგიური კონტენტი, ანუ შემადგენლობა ამ სიტყვიდან გამოდის, რა გვჩება, ამაზე მინდა ვისაუბრო. აი გავდივართ ნებისმიერ კუთხეში, როდესაც მოძრაობთ, შევდივართ თქვათ აფთიაქში. შევდივართ აფთიაქში და გვინდა ვიყიდოთ წამალი. იქაც ადამიანები შემოგთავაზებენ არა იმ წამალს, რომელიც შენ რეალურად გჭირდება, ან რომელსაც იტყო, არამედ ის ფარმაცევტული სისტემა, რომელსაც უფრო შემოგთავაზებს. ექიმთან მიდიხარ, შენ არ იცი რა ხდება და ექიმიც გთავაზებს იგივე წამალს, რომელიც ხელშეკრულება აქვს ამ ფარმაცევტულ კომპანიებთან. ანუ ეს ტყუილის სფეროში ხვდები, როდესაც გაუცნობიერებელი ხარ და ეს ზნეობრივად მიღებულია, ნორმაა. მიხვალ ბაზარში მაგალითად მამაო ყველა გატყუებს წონაში. ახლა იციან ხალხმა რომ ატყუებს წონაში, მაგრამ ეს იმ საზოგადოებაში, ამ ზნეობის საზოგადოებაში მიღებული ნორმა გახდა. ანუ ადამიანი იპარავს და გეუბნება რომ არა პრობლემა რა, მე ამას ვაკეთებ. მიდით მოხელესთან პროფილაქტიკაში, ახლა ხო არ იცი, ყველა მანქანაში გარკვეული ხო არ არის. ეუბნები რაღაც პრობლემა, ის რაღაცას გატყუებს, გეუბნება ეს ნაწილია შეკრულია მაღაზიასთან და ამ რეალობაში ვცხოვრობთ ხა ყველას არ ვეხებით და რასაკვირველია ხო ყველაზე ავსაუბრობთ, მაგრამ ეს არის რეალობა, ეს არის მონახაზი ის რაც დღეს ნორმად ყალიბდება რა. უზნეობა, როდესაც საუბრობთ, უზნეობა ნიშნავს ცოდვას. ანუ ეს რელიგიური ტერმინებია. ზნეობრივი ადამიანი ის თუ კი ცნებებს იცავს, ეგ არის ღვთის ხმას უსმენს და ცდილობს გამოსწორებას. უზნეო ადამიანი სწორედ
აი ცოდვის მიმართულებით რაც შესანანებელია. აქ გახსენდება კიდე ერთი რატო ამბობ ამაზე მამა სერაფიმე როუზი ამბობს კარგად რა ამ შეუთავსებლობაზე ამბობს რომ მართლმადიდებელი ან ყოველგვარ სიტუაციაში ხარ ან საერთოდ არ ხარ ანუ ნებისმიერ ცხოვრების სიტუაციაში ხარ ან არ ხარ არ შეიძლება ითამაშო იდეოლოგიურად ეს იყო რაღაც პოლიტიკურ ასპარეზზე ეს იყო იქ თეატრალურ სცენებზე პოზა გეჭირას რაღაცა იყო სხვა და რეალურ ცხოვრებაში იყო სხვა ეს არ შეიძლება რა მართლა კომფორტის ძიებაში ყოფნას იგივე მამა სერაფიმე როუზი ამბობს მართლმადიდებლობა არ შეიძლება იყოს კომფორტული თუ ის ყალბი არ არის და სწორედ ეს სიყალბე ჩნდება ამ სიტუაციაში ანუ ზნეობას და მსოფლმხედველობას შორის ანუ რწმენას შორის ხდება ეს დიდი ნაპრალი რომელიც სულ უფრო და უფრო იშლება ფართოვდება და შემდეგ ხდება ანუ მაგის შევსება ხდება აი ამ ყალბი საფრთხისმეტყველო იგივე იდეებით იგივე ქრისტიანობაში შემოაქვთ ისეთი იდეები აყალიბებენ როგორც ქრისტიანულს სინამდვილეში საერთო ქრისტიანობასთან როცა არ აქვს მე ხა კიდე უფრო მინდა შევიდეთ უფრო სიღრმეებში და აი სხვა რელიგიებთან მიმართებით განვიხილოთ უბრალოდ ზედაპირულად რამოდენიმე მაგალითით მინდა ეს გავაკეთო არ არის იოლი ხა სხვა რელიგიებზე საუბარი და შედარება იმის ნეობისა და მორალის მაგრამ მოდი ვთქვათ ასე მართლმადიდებლობა ვამბობთ რომ არის მარცხოვნებელი რელიგია ქრისტე მოვიდა დედამიწაზე მოიტანა ეს უკვდავი სწავლება და გამოიხსნა კაცობრიობა ცოდვებისაგან. ჩვენ ქრისტე ამბობს რომ თუ მისი მოწაფეობა გვინდა, უნდა გვიყვარდეს არა მარტო მოყვასი, არამედ მტერიც. ნახეთ, იდეალი სარწმუნოებრივი ცხოვრებისა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები. ეხლა მოდით ვთქვათ ისლამში როგორ არის. ისლამის სარწმუნოებრივ დოქტრინალურად ვთქვათ ჩვენ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ ამ შემთხვევაში და არც გვინდა არავის შეურაცხყოფას მიყენება, უბრალოდ თვითონ როგორ აყენებს საკითხს. მისთვის მოყვასი ვინ არის? მხოლოდ ის, ვინც არის მისი სარწმუნოების ერთგული. ანუ ისლამის მიმდევარი. ანუ რას ვხედავთ ჩვენ რომ ისლამი საზოგადოებას ყოფს ორ ნაწილად. ერთი მისიანი, რომელიც მისიანია და მეორე არის სხვა მტერია პრინციპში, იმიტომ რომ მასზე ძალადობა დაშვებულია ისევე ყურანიდან გამომდინარე. ხო, ქადაგების დროს მაგათ სარწმუნოებრივი იგივე ქადაგებას ხო, იქ შეიძლება მახველით პირდაპირ უწერიათ, ხო, ეს სარწმუნოებრივი სწავლებას ვამბობ ჩვენ. ქრისტე რას ამბობს, რომ მახვილი ვინც აიყოსო, მახველითვე გაიგებეროს. ანუ აქ შედარებისთვის ნახეთ, ან ავიღოთ თალმუდი, ებრაული სწავლება. ისიც საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფს. როგორია თალმუდის მორალი? არის ებრაელი, რომელიც შექმნილია ღვთისგან, ნახეთ, და არის არაებრაელი, რომელიც შექმნილია ანგელოზებისგან. 72 არასრულყოფილია. ადამიანური თვალსაზრისით ებრაელი არის სრულყოფილი, დანარჩენები ვართ არასრულყოფილი. ხო ხტებით უკვე რამხელა არა სამართლიანობა და ახლა ნახეთ, ახლა შევადაროთ ჩვენ რელიგიურად და მე პარალელი გავავლოთ ზნეობასთან. ქრისტიანი ამბობს რომ მტერი გიყვარდეს, ყველა უნდა გიყვარდეს და თავი უნდა დავდოთ ყველასთვის თუ ამას სარწმუნოებრივი ჩვენი ცნობიერება მოითხოვს, ქრისტემ რაც გააკეთა, ხო, ჯვარზე გაეკრა, ყველასთვის გაეკრა ჯვარზე და ეს არის ყველაზე დიდი სიყვარული, რაც კი შეიძლება არსებობდეს და ამ დროს ეს რელიგიები გვეუბნებიან ჩვენ რომ ნუ რას უკაცრავად რა, ჩემი მოყვასი შენ არ ახარ, შენ ხარ ხუცხოვ, მე ვარ ადამიანი. ნახე, ან მე ვარ ისლამი ჭეშმარიტი, ისლამის თაყვანისმცემელი, შენ ხარ ურჯულო. აი ესეთი დამოკიდებულება. ჩვენ ესე არ ვუდგებით ადამიანს, ჩვენ რა თქმა უნდა ვამბობთ რომ რელიგიურად ცდება, ნახე, ადამიანი ცდება, მაგრამ ჩვენ პიროვნულად არ გვაქვს უფლება რომ შეურაცხყოფა მივაყენოთ ადამიანს. ის შეიძლება რელიგიურად ცდება,
ამას ვამბობ ჩვენ, მაგრამ პიროვნულ შეურაცხყოფაზე ქრისტიანი არ უნდა გადავიდეს. თუ ვინმე გადადის, ეს უკვე აღარ ნიშნავს, რომ ის ქრისტიანულად იქცევა. იქნო სწორედ ზნეობრივი ნორმის დარღვევა და არა კანონის სულიერი. ხო, აი ეს სიმაღლებია. ანუ ქრისტიანობის ზნეობრივ სიმაღლეს და სხვა რელიგიების, რომელიც ახლა ჩვენ ვთქვით და იგივე თქვა ბუდიზმში საერთოდ არ არის როგორც ასეთი ჭეშმარიტი ღმერთის ცნება, იქ რაც უფრო ფარდობითია ნირვანაც ეს არის, რომ გაუგებარია იქ ნირვანის მდგომარეობა, საერთოდ არარაობის მდგომარეობაში გადასვლა და არა რაიმე ჭეშმარიტ ორიენტირში, ჭეშმარიტებაში შესვლა. არამედ არარაო, ხო, ინდუსებში კიდე სხვა და ასე შემდეგ. ანუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ნაერად უყვარდეს ქრისტიანს ადამიანი და იგივე სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. ანუ შეუთავსებლობა არის სერიოზული, სწორედ იმის გამო, რომ რელიგიური ხედვა არ აძლევს იმ ადამიანს იმის საფუძვლებს, რომ ზნეობრივად, ნორმალურად, ადამიანურად მელაპარაკოს მე. აი ეს არის რელიგიური ხედვებიდან გამომდინარე ზნეობრივი ის ლაფსუსები, რომელიც აი ამ სხვადასხვა რელიგიებს აქვს. ჩვენ ეს ერთი მხარე მოვიყვანეთ ამ მაგალითისა, თორე უამრავი შეგვიძლია სხვა რელიგიებში ეს გარეგნული ფაქტორები იმდენია, რომელიც ნიღბავს ყველაფერს და სინამდვილეში შინაგანად სულ სხვა რელიგიური მოტივაცია ამოძრავებთ ამ საზოგადოებას. ხო, ნებისმიერ რელიგიაში ჩვენ შეგვიძლია ეს დავინახოთ. ანუ დოგმა აყალიბებს ზნეობას. ჩვენ ამას ვხედავთ ქრისტიანულ კონფესიებშიც, კათოლიციზმმა, ნახეთ როგორ პაპიზმმა, უпростоრად როგორ ჩამოაყალიბა სტრუქტურა, რომ ეს კრებსითი ცნობიერება, რომელიც ეკლესიას ისავსის სახით გააჩნია, ეს დაარღვია, რომ ერთი კაცი არის თურმე უცდომელი და რომელსაც შეუძლია განაგოს ყველაფერი ისე, როგორც მას ეს სურს. ეს მიუღებელი. დოგმატი მე შემდეგ გავლენას ახდენს ზნეობაზე, დეგრადირებას იწვევს ზნეობის და პირიქითაც ხდება. დეგრადირებული ზნეობა იწვევს დოგმატური თუკი ადამიანი ერთვება, მაშინ დაცემული ზნეობით მას უკვე დოგმატებზე საუბარიც არ შეუძლია. ამიტომ ეს მსოფლმხედველობა ამ შემთხვევაში, რომელსაც ჩვენ გამოიხატება დოგმატებში, წმინდა დოგმატებში, ზუსტად უთანხმოებაში გამოდის ზნეობასთან. ხო, ანუ ჩვენ ამის თქმა გვსურს და მედია გაიგო საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ჰარმონიული ურთიერთობა, რასაც მსოფლმხედველობასა და ზნეობას შორის უნდა არსებობდეს, ამას ამყარებს ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა და სარწმუნოებისა. ეს ისავსეში ქმნის ადამიანის სრულყოფილ და იდეალურ სახეს, რაც ცხონების გზისთვის აუცილებელია. სხვა რელიგიებში როგორც კი ირღვევა ეს და უпростоრად იმთავითვე დარღვეულია ეს პრინციპები, ანუ სარწმუნოებას ისინი სულ სხვა რელიგიურ დონეზე ან ეროვნულ იდეოლოგიურ დონეზე აყენებენ, ხო, ვიცით რომ მაგალითად ებრაელი არა მარტო თავის რელიგიას განადიდებს, არამედ ზოგადად ებრაელს განადიდებს, როგორც გამორჩეულ ადამიანს და მართლმადიდებლობაში ჩვენ არა გვაქვს, ნახეთ ქრისტე როგორ პავლე მოციქული როგორ არა ურიაება, არა გარჩევა მამაკაცისა, არც დედაკაცისა. ნახეთ, ყველა ერთად ქრისტე იესოში. ნახეთ სიდიადე. ეს კი არა რომ აი კაცი არა ის ჩაგრავს ქალს, როგორ გვაბრალებენ. ესე არ არის გარჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა. ამ კუთხით, რომ შენ უპირატესი იყოს რაიმეთი და შეუძლია კაცმა, როგორც ეს ისლამშია მაგალითად და ეს ახლა ცალკე თემაა ეს ისლამის ზოგადად, მაგრამ ჩვენ ხო ყველამ ვიცით, რომ ისლამში კაცის უპირატესობა ამ კუთხით გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ქალისა. ხო და ზუსტად ამაზე ვსაუბრობ ჩვენ, რომ თვითონ ეს რელიგიური ხედვები აყალიბებს ადამიანში ზნეობას, ანუ უზნეობას. და ჭეშმარიტ ზნეობას აყალიბებს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ისე თქმას გვინდოდა ჩვენ დღეს. მახსენდება გაბრიელ კიკოძის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი თუ გამოსწორებას არ ცდილობს, მაშინ იწყებს დეგრადირებას. ანუ რატო ვამბობთ ამას? ზნეობა
როგორც ავტომატურად კი არ გვაქვს ზნეობრივი გახდა ადამიანი, რომ მიიღეს სიტყვა ზნეობა და გახდა ადამიანი. ზნეობას კავშირშია ცნებებთან, ჩვენ თქვით თავიდან. მე ამ ცნებების ბრძოლაში ხდება ამ ზნეობის გამოსწორება უკეთესობისკენ და უკეთესობისკენ. თუ ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით, ეს უკვე სწავლება ქრისტიანობის, არ ცდილობს გამოსწორებას, მაშინ ის იწყებს ნელ-ნელა დეგრადირებას და ამ ზნეობრივ ნორმას უკვე, რომელზეც ჩვენ თავიდან ვისაუბრებთ, ეგუება, მე საზოგადოების მასები ეგუება და ჩვენ გამოგვდის თვალწინ ხდება მასა საზოგადოების, რომელიც ერთნაირი ზნეობრიობის მატარებელია, უგებს ერთმანეთს, თავისუფლად უგებს ერთმანეთს და არც ცდილობს ამაში ჩაღრმავებას, იმიტომ რომ აქ უკვე მეორე მომენტი ჩდება, მამაო, ზნეობა სადაც არის, იქ ითხოვს გარკვეულ ძალის ხმევას. და მინდა აქ მაგალითებიც მოვიყვანოთ, ხა ჩვენ ყველა ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით და ჩვენი თავდადებული მეფეებით, 100,000 მოწამე ახლა ვიზეიმეთ ეს დღესასწაული და ასე შემდეგ. მათი მსოფლმხედველობა და ზნეობა იყო ისეთ კავშირში, ისეთ ჯაჭვი იყო, გაწყვეტილი არ იყო. მათთვის 2-4 იყო, რომ სარწმუნოებისთვის თავის დადება. ანუ სარწმუნოება, როგორც მსოფლმხედველობა, ეს პირველ რიგში ეს აუცილებლად იყო და ზნეობრივი თვალსაზრისით თავის დადება, ანუ ღვაწლი, ზნეობრივი ნორმა. ეს იყო კავშირში. მოღვაწე იქნებოდა ეს ადამიანი თუ სხვა რამე ღვაწლში იქნებოდა ასკეტური ცხოვრებით იცხოვრებდა, მძიმე ასკეტური ცხოვრებით უგნებავ თუ რა იქნებოდა, ყველას ეს ჯაჭვი აუცილებლად ჰქონდა. იგივე ჩვენი მოწამეები, როდესაც მიდიოდნენ ქეთევან წამებული დედოფალი მაგალითად დემეტრი თავდადებული, იქ გარკვეული იყო ეს ზნეობრივი ნორმა და მსოფლმხედველობა. აქ ჯაჭვი იყო, იმათ არც წარმოედგინათ ახლა, რომ ეს ამის გარეშე ის არ შეიძლებოდა რა. იცოდნენ პირდაპირ რაზე მიდიოდნენ, რას აკეთებდნენ და ეს გარდაუვალე იყო. მაგრამ აქ იბადება კითხვა, მამაო, და ეს არის ყველაზე დიდი კითხვა ჩვენს საზოგადოებაში, რატო გვექნება ეს პრობლემები და ერთ-ერთი ამოხსნა არის ის, რომ ჩვენ სამწუხაროდ შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებთ, ჩვენ ასე თქვით დავიდანვეც და კიდევ ვიმეორებთ. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ არ ვსწავლობთ ქრისტიანობას. ჩვენ არ ვკითხულობთ, ჩვენ არ გვაინტერესებს ამ საკითხების გარკვევა. ადამიანს ახლა დღეს რო კითხო რაღაც ნაწილ ადამიანს შეიძლება დიდ ნაწილს რა გწამს შეიძლება ვერ ჩამოაყალიბოს, მისი წამსი ვერ ჩამოაყალიბოს, სწავლება ვერ ჩამოაყალიბოს. ასეთი ადამიანისთვის რასაკვირველია რთული იქნება ელაპარაკო მსოფლმხედველობაზე. რაც გეტყვის რა არის ხა მისი მსოფლმხედველობა, თუ კი ვერ ჩამოგიყალიბებს რას წამს სინამდვილეში, შეიძლება ამ ადამიანებთან ლოცვა, არ შეიძლება იმ კონფესიასთან თუ არა. ნუ ელემენტარული ცოდნა არ გაგვაჩნია. ამიტომ ეს უნდა ვაღიაროთ. და დღეს თუ ქრისტიანებს გვინდა რომ ეს ჯაჭვი არ იყოს გაწყვეტილი ზნეობასა და მსოფლმხედველობას შორის, სწორედ ეს არის აღსადგენი. ერთი მხრივ ეს ზნეობრივი ცხოვრება, რომ ცნებები ცხოვრება და მეორე ცოდნა ამ ჭეშმარიტების. უცოდინარი ჭეშმარიტების ვერ დაიცავს ჭეშმარიტებას. თეოფანი დაყუდებული სიტყვებია. ბუნებრივიც გამოდის. ამიტომ ჩვენ ეს სურვილი გაგვჩება, ეს გარკვეულ შრომას, რასაკვირველია მოითხოვს გარკვეულ შრომას, თითოეულ ჩვენთაგანის შრომას მოითხოვს, ამას დრო უნდა დახარჯოს ადამიანმა, რომ ამაში გაერკვიოს და მაშინ უკვე შედეგსაც მიიღებს, ხო? ნაყოფი ყოველთვის მოდის შრომიდან და ღმერთმა მოგცეს ეს უნარები, რომ დავინახოთ სად არის ნათელი, სადაა ბნელი, სადაა ზნეობა, სადაა უზნეობა, სად არის მართალი სარწმუნოება, მართალი მსოფლმხედველობა. ამას თუ კაცმა მიაგნო თავის ცხოვრებაში, ის ადამიანი ბედნიერია და ნეტარი დასაწყისის, ესე იგი მარადიული დასაწყისის საწინდარია ეს ყველაფერი და ღმერთმა გვაკურთხოს და გაგვაძლიეროს და მომავალ შეხვედრამდე მშვიდობა და წყალობა არ მოგვაკლოს ღმერთმა.